რადიკალიზმი და ქვეყანაში მძიმე მოვლენების განვითარება ეს ის პროცესები არის განხორციელებასაც ოპოზიცია 16-19 დეკემბრიდან ბრიუსელში მიმდინარე სხდომების პარალელურად გეგმავდა. ანუ მას შემდეგ, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოს მოლაპარაკებების გახსნაზე უარს ეტყოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით მთავრობამ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტი გაანეიტრალა და რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს შანტაჟის იარაღი გამოაცალა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრევენციულმა ზომებმა წარმატებით იმუშავა, რადგან რომ არა ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დღეს ქვეყანაში გაცილებით რთული ვითარება იქნებოდა. რეალურად ჩვენ ვახდინეთ პრევენცია. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ პრევენციას. სხვანაირად რომ განვითარებული იყო პროცესები, ანუ ჩვენ რომ არ გაგვეხმოვებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის ძიმე მოვლენები, რომლებიც განვითარდა 5 დღის განმავლობაში 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდებოდა სწორედ დღეიდან. ეს იყო დაგეგმილი სცენარი. თუმცა ჩვენმა გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ამ ყველაფრის პრევენცია და საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ შანტაჟის რესურსი პრაქტიკულად მთლიანად გამოვაცალეთ იმ ძალებს, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და ეს არის ის სურათი, რომელიც მივიღეთ შესაბამისად საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ. ანუ შანტაჟი იყო მოაზრებული სწორედ ამ დღეებისთვის, კულმინაცია უნდა ყოფილიყო სწორედ გუშინდელის სხდომა, უნდა ყოფილიყო 19 დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა ნახეთ, რომ პრევენციამ სწორად იმუშავა. ფაქტია, რომ რადიკალების დესტრუქციული გეგმები სწორედ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე იყო აგებული, თუმცა დღეს ოპოზიციას ამის აღიარება არ სურს. ამტკიცებენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება მხოლოდ პროპაგანდას ემსახურება, არადა ფაქტების საპირისპიროზე მეტყველებს. ქვეყანაში მიმდინარე აქციები არა მხოლოდ პარტიული ოფისებიდან იმართებოდა, არამედ ძალადობრივი ქმედებებისათვის მარაგდებოდა კიდეც. რაც არ უნდა მან ილაპარაკოს, აბსოლუტურად შინაარსი მას არ აქვს, გარდა პროპაგანდისტული გზავნილებისა და მისი ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით ევროპისკენ ყალბია. პრემიერი საუბრობს და ეს გავრილოვები საუბრობენ 2012 წლის შემდეგ, ერთი წელი რო გავიდა, იმის შემდეგ უკვე 11 წელიწადია ამაზე საუბრობენ. ხან საბურავებს ვაგროვებდით, ხან ასე ვატრიალებდით, ხან ისე ვატრიალებდით. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესი საგარეო პრიორიტეტია და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა კანდიდატის სტატუსის მსგავსად არავის მისცემენ უფლებას ეს საკითხი პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად აქციონ. დღეს საპროტესტო აქციაზე არსებული მუხტი უმრავლესობისათვის მორიგი დადასტურება იმის, რომ 28 ნოემბერს ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რომ არა ის გადაწყვეტილება წარმოიდგინეთ რა შეიძლება მომხდარიყო გუშინ. და ამას დაამატოთ ზემოდან ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად დალაგებული გეგმა მათი ოპოზიციის, აგენტურული ოპოზიციის, რომელიც მოქმედებაში მოვიდა შეიძლება სანახევროდ, შეიძლება მეოთხედი და ასე შემდეგ. მომზადება იყო ახალი დაწყებული, როდესაც ეს განცხადება 28 ნოემბერს გაკეთდა. გუშინდელი დღე წარმოვიდგინოთ, აღარაფერი აღარ მოხდა. ღამე რუსთაველზე გაივლიდით, ანთებული ნაძვისხე, ილუმინაციები და ასე შემდეგ, ხო? გუშინ აქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება, გაცილებით დიდი. ვიდრე წინა დღეებში ჰქონდა, რაც არავის მოგვეწონა, არავის არ მოწონს დაპირისპირება პოლიციისა და მომიტინგეების ძალადობა, გადამეტება ამ ძალადობის თუ არ გადამეტება თუ ლეგიტიმური თუნდაც გარკვეული ძალის გამოყენება და რა თქმა უნდა არავის მოწონს პოლიციის მიმართ ის ძალადობის ფაქტები გადაზღვევა იყო იმდენად საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს აქ რომ წყნარად ვლაპარაკობ და ბარბაროყავ დღეს ვულოცავთ ერთმანეთს, არის იმის დამსახურება გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ დავაზღვიეთ მაქსიმალურად. ეს გამოცდილება ჩვენ გქონდა წინა ევროპული სამიტის თუ ევროკავშირის საბჭოს მინისტერიალების შემთხვევაში, ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ხოლმე. თითოეულ განცხადებას აქ მოყვებოდა არეულობა, დემონსტრაციები, შეხლა-შემოხლა, დროის საკითხზე ვსაუბრობთ, რატომ 28-ში და რატომ არა სხვა დროს, სწორედ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყოფილიყავით, შეიძლება გქონოდა, რომ შედარებით ნორმალურ პროცესში ყოფილიყავით და არა რაღაც დიდ მასშტაბურ დემონსტრაციულ მუხტში ყოფილიყო ეს ქვეყანა. როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იყო შანტაჟი და მუხარები,
იგივე გააკეთეს უკვე მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნის საკითხი. ჩვენ აი წინა წლების რო გავიხსენოთ, ხო, რამდენ რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო, ხო? ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან არასამთავრობო ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული რადიკალური დაჯგუფებები და ეხლა უკვე ყველაფერი გააერთიანეს ბოლოს რამდენიმე კვირის წინ რაც ხდებოდა, გააერთიანეს ყველა შესაძლებლობები. ამაზე გაბოროტებულები ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის წარმოიდგინეთ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც კი ჩართეს ამ ყველაფერში, მაგრამ ნაცმაიდანი ქვეყანაში არ შედგა. 28 ნოემბრის შემდეგ მთავრობის მეთაურმა დიალოგის მზაობა არაერთხელ გამოთქვა. ირაკლი კობახიძე ღია თუ დახურულ დისკუსიას თავაზობს ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით არის შესაძლებელი.